როგორც კი ვთხოვთ რომ გამორთეთ თუ შეიძლება ეს ყველა ტიპის ციფრული ტექნოლოგიები და რთავენ 2-3 თვეში აი დარწმუნებული ვარ ჩემს გარდა ყველა სპეციალისტს აქვს ეს გამოცდილება რომ მშობელი მოდის რომ აბსოლუტურად სხვა ბავშვია თურმე თვალით კონტაქტიც შეუძლია ქცევაც მოუწესრიგდა ღამეძილიც მოუწესრიგდა და ასე შემდეგ იმიტომ რომ ჩაანაცვლეს კომუნიკაციით და განმავითარებელი აქტივობებით ხო, რთულია, ვიცით რომ ეს ყველაფერი რთულია. ძალიან რთულია და მე ძალიან რთულია გარშემოყოფებისთვის რთულია, მით უმეტეს თანამედროვე მშობლებისთვის, დედებისთვის, მამებისთვის, რომლებიც ძალიან დაკავებულები არიან, დღის განმავლობაში ბევრი საქმე აქვს, ძალიან იღლებიან და ხო, ურთულესი პროცესია, მაგრამ კი, ნამდვილად და აი მართლა ყოველ ჯერზე ამას რომ ვამბობ ეს ზოგადად მშობელს ძალიან ხშირად აქვს დანაშაულის შეგრძნება, აი როდესაც დიაგნოზს საუბრობთ ხოლმე, ხო? და აი შემდეგ შეხვედრები ძალიან ხშირად არის, რომ აი ესე გადადიან თავის მართლებაზე თითქოს მათი ბრალია რამე და აი შენ ვახწერე, რომ ადრეო ოჯახებს აბრალებდნენ და მაგიტო შვება იყო ვაქცინაცია, ხო? რომ არსებობდა თავის დროზე ესეთი თეორია, რომ აი იმიტომ რომ დედას რაღაცა საკმარისად ვერ ზრუნავს თუ ვერ აძლევს რაღაცას, ამიტომ ვითარდება, ხო, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა დედის დეპრესიას, დედის შფოთვას და დედის ემოციურ მდგომარეობას, რომ ბავშვზე გავლენა აქვს, ეს ყველანაირად ვიცით, ხო? მაგრამ აუტიზმს არ ვერ გამოიწვევს ნამდვილად. მაგრამ მიუხედავად ამისა, დედებს და მშობლებს ზოგადად ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე, რომ აი როდესაც ეუბნები არა მარტო აუტიზმთან მიმართებაში, მაგალითად რომ განვითარების შეფერხება, მეტყველების შეფერხება, რომ აი თითქოს მან რაღაცა ვერ გააკეთა და ის აი მისი ბრალია და აქ ამაზე არ საუბრობთ საერთოდ რომ მშობლის ბრალია და როდესაც გაჯეტებზე საუბრობთ და ბრაზდებიან ფსიქოლოგებზე რომ აი რაღაცა ტვინი შევჭამეთ ამდენი მოაშორეთ ბავშვებს ხო ეს იმიტომ კი მარა რომ თქვენ ცუდი დედა ხართ სიტყვაზე ძალიან გასაგებია რომ დედა რო გადის 9 საათზე და მოდის 8 საათზე სახლში ფიზიკურად დრო არ რჩება მაგრამ მე როგორც სპეციალისტი ვერ მოვიტყუები ხო რომ ამას არ აქვს ხა ექიმთან რომ მივდივარ და მაქვს დიაბეტი მეუბნება რომ თუ შევჭამ შოკოლადს ამიწევს შაქარი შოკოლადს შევჭამ თუ არა ჩემზეა ხო მაგრამ უნდა ვიცოდე მე რა მოყვება